Koalitsiya ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი მაია კოპალეიშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქართულ მაია და მადლობა რომ შემოგვიერთდით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. ქართულ მაია თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე დაიწყო პროცესი, რომელზეც პაატა ბურჭულაძისთვის, მურთაზ ზოდელავასთვის, ირაკლი ნადირაძისთვის, პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. ბრალდება იცით რომ მძიმეა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოკლედ ის ბრალი, რომელიც აი 5 პირს აქვს წარდგენილი ორგანიზატორებს აქციისა და მოვლენებისა, რომელიც ნახეთ და განვითარდა 4 ოქტომბერს. არიან სხვა დაკავებულებიც, თუმცა მათზე ცალკე კითხავთ, იქამდე სწორედ ორგანიზატორები და რატომ ბოლო პერიოდში, არ ვიცი, აი ფაქტობრივად ყველა საქმეზე, რომელშიც ან პოლიტიკოსი ფიგურირებდა, ან რამენაირად აქციასთან იყო დაკავშირებული, გვესმოდა შეფასებები, რომ ეს საქმეები იყო არასამართლებრივი, არამედ პოლიტიკური. ამ შემთხვევაში როგორ უნდა შეფასდეს ეს 5 პირიანი საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში ყოველ შემთხვევაში ეზოს ტერიტორიაზე შესვლას თუ მეტიც შეჭრას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. პირველ რიგში ალბათ ჩვენ უნდა დაველოდოთ ადვოკატები რას გვეტყვიან ამ საქმეებთან დაკავშირებით, რა დევს საქმეებში და კონკრეტულად ბრალი როგორ არის ფორმულირებული. და აქედან გამომდინარე შესაძლოა ცალკეული პირის მიმართ განსხვავებული ბრალის ფორმულირება მოხდეს. ამდენად უმჯობესია რა თქმა უნდა რომ ჯერ საქმის მასალებს დაველოდოთ, ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ადვოკატები. თუმცა ისაც კადრებში ვნახეთ. შეიცავდა თუ არა მინიმუმ დანაშაულის ნიშნებს, თუ არა თვითონ დანაშაულს. თუ კი პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ ამას და გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და გასულია საერთოდ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და კონსტიტუცია და სამართალი თავისი უზენაესი გაგებით არ მოქმედებს საქართველოში და ქართულმა ოცნებამ სრულიად მოირგო საკუთარ თავზე კონსტიტუციაც, კანონებით, სამართალიც და ხალხი, რომელიც თქვათ იბრძვის ამ თავისუფლების დაბრუნებისთვის და იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ევროპული განვითარება, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს არის ხალხის ბრძოლა იმისათვის, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება შეიცვალოს. თუ კი ქართული ოცნების ხელისუფლება იქნებოდა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ჩვენ ხედავთ, რომ ასეთი არ არის, მაშინ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასე ვთქვათ დადებდა ზავს საზოგადოებასთან და იმ მოთხოვნებს, რომელსაც საზოგადოება ითხოვს მთელი ამ ხნის მანძილზე, ამის 1 წელი გახდება უკვე, ხო, რაც დაიწყო ეს პროტესტი, როდესაც გამოაცხადეს, რომ ჩვენ ვარს ვამბობთ და ევროპულ განვითარებაზე, აი იმისათვის რომ ემოქმედათ საზოგადოების ინტერესებისკენ, ამისთვის მათ უნდა გამოეცხადებინათ და ეფიქრათ, რომ ყოფილიყო ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები. არ მომხდარიყო აი ამ პოლიტიკური პატიმრების აი ასეთი ოდენობით და სრულიად პოლიტიკური პატიმრებით გადაავსეს ციხეები და კიდევ უფრო მეტად ემატება აი ამის ჩადენა. ამიტომ ქართული ოცნება და ეს დამახასიათებელია, მე მინდა მაყურებელს ავუხსნა და იცოდეს მაყურებელმა და ასევე ქართულმა ოცნებამაც, რომ როდესაც საუბარი ავტორიტარულ რეჟიმებზე, დიქტატურაზე, ისინი კანონებსაც და კონსტიტუციასაც, რომელიც ფაქტობრივად გაუქმებულია ქვეყანაში, ირგებენ საკუთარ თავზე და ამას ჩვენ დავინახეთ უამრავჯერ ასეთი კანონების და ქცევის წესების მორგება, ხო, ქართული ოცნების მხრიდან. მათ ჯერ მიიღეს რაღაცა შემზღუდველი და ამა თუ იმ თქვათ ჯგუფების, სამოქალაქო ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების და თუ პოლიტიკური პარტიების მოგუდვის შესახებ ქცევის წესები და მე ახლა ამას ამოქმედებენ და მე გვეტყვიან, რომ იცით რა, ჩვენ კანონს ვასრულებთ. აი ეს არის სწორედ ავტორიტარიზმი, ეს არის სწორედ დიქტატურა, როდესაც ირგებენ კანონებს საკუთარ თავზე. მოგვისმენი, ახლა საინტერესოა ბრძოლის რა მეთოდია ყველაზე ეფექტური მართული პარტიის წინააღმდეგ, ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელიც არც საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აპირებს და
არც ერთი ნაბიჯის გადადგმას აპირებს, რომელიც მისი მისამართით ისმის მომიტინგეების მხრიდან. აი უშუალოდ 4 ოქტომბრის მოვლენებს მინდა ისევ დაუბრუნდეთ. ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ასე ვთქვათ გეგმაში პრობლემა რა იყო? პრობლემა იყო ვთქვათ თქვენი აზრით მხოლოდ ორგანიზებულობის ნაკლებობაში და იმაში რომ ვთქვათ იჩქარეს პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრა თუ პრობლემა თვითონ ამ ტიპის გეგმაშია. ანუ აი თქვენი აზრით რა პერსპექტივა შეიძლება ქონდეს სახელმწიფო შენობების პიკეტირება, ბლოკირების და არ ვიცი მით უმეტეს აღების გეგმას, როცა ვხედავთ რა მასშტაბის საპოლიციო ძალების მობილიზებას აქვს ადგილი ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. იცით, როდესაც საუბარი იყო 4 ოქტომბრის ასე ვთქვათ აქციის ორგანიზებაზე, ორგანიზატორების მხრიდან ჩვენ ყველას გვესმოდა, რომ მათი მიზანი იყო მშვიდობიანი ასე ვთქვათ აქციის ჩატარება. რაც შეეხება ახლა ჩვენი კოალიციიდან მე თავიდანვე მინდა ამ მოცემულობიდან გამოვიდეთ, რასაც ჩვენი კოალიცია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართული არანაირ საორგანიზაციო საქმიანობაში ამ აქციის და ყოველდღე აქციაზე ჩვენი კოალიცია ისედაც დადის და ძალიან სრული და ფართო სპექტრით ვართ წარმოდგენილი ყოველდღიურად ეს რაც მიმდინარეობს ეს პროტესტი პარლამენტის წინ და რუსთაველზე. ასე რომ ორგანიზაციულ საკითხებში და იქ შიდა განხილვებში რამდენადაც ჩვენ არ ვიყავით ჩართული, დეტალებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, მოლოდინი არსებობდა რა თქმა უნდა, რომ ეს მშვიდობიანი ფორმით იქნებოდა და საერთოდ ვთქვათ ის რაც ჩვენ დავინახეთ, თუნდაც აი ის ალბათ ამას ახსნიან თავად ორგანიზატორები, ეს რამ გამოიწვია, მაგრამ ბატონო, ამას არ ელოდით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ მოხდებოდა 10 არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი მონაცემები არ გქონდა და საერთოდაც თვითონაც ელოდნენ თუ არა ესეც გასაკვირია. რა რეაქცია გქონდათ მაშინ აი რუსთაველის გამიზრდელთა კოალიციის წარმომადგენლებს, როდესაც ორგანიზატორების მხრიდან მოისმინეთ ის გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა და სრულიად წარმოუდგენელი იყო. მე ასეთ დროს, როგორც იურის პირველ რიგში მიდგება საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის არალეგიტიმური, მე მიდგება ის პრობლემა და ძალიან მედარდება იმ ადამიანების თავისუფლების საკითხი, რომლებიც ეხლა აი ამ მომენტიდან გამომდინარე აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა. მე ძალიან ნერვიულობ მათზე, განვიცდი და ბუნებრივია მე თუ ვინმე შემეკითხებოდა, მე ამის მომხრე არ ვიქნებოდი. აი ამ პირებს რაც შეეხება ხუთი ორგანიზატორის გარდა, როგორც უკვე აღნიშნეთ, დაკავებულები არიან სხვა პირებიც, გუშინ გახდა ცნობილი, რომ დააპატიმრეს 13 პირი, თუმცა იდენტიფიცირებული კიდევ უფრო მეტია, სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ აი გუშინ დაკავებულ 13 პირს შორის 4 არის მათი პარტიის წარმომადგენელი. ირაკლი კობახიძე აკეთებს განცხადებას, რომ 0 იქნება თანადგომა ამ ადამიანების მიმართ, რადგან ისინი ამას არ იმსახურებენ. აი რა გაქვთ სათქმელი უკვე ირაკლი კობახიძის და სახელმწიფოს ამ პოზიციის მიმართ? მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ კი სახელმწიფო არის სამართლებრივი და დემოკრატიული და ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლებას პრეტენზია აქვს, რომ ასეთები არიან, ასეთი რიტორიკით ისინი საზოგადოებას არ უნდა ელაპარაკებოდნენ. სახელმწიფოს ვალდებულებაა დააბალანსოს ქვეყანაში სამართლებრივი მდგომარეობა და არა ის, რომ იყვნენ, აი რაც აღნიშნა ეხლა, რომ 0 იქნება თანაგზნობა, ეს ნამდვილად არ არის ის ფრაზეოლოგია და ის ტერმინები, რაზეც უნდა როგორც უნდა ისაუბროს და რა ვორდინგითაც უნდა საუბრობდეს პრემიერ-მინისტრი. ეს იმავდროულად გულისხმობს, რომ ხელისუფლების მიერ, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მთლიანად მიტაცებულია სამართალდამცავი ორგანოები და მათ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იმოქმედონ სწორედ სამართლებრივი ნორმების განმარტების შესაბამისად და სამართლებრივი ნორმების პროპორციულ განმარტებას გულისხმობ, როდესაც დაბალანსებულია, ასე ვთქვათ, საჯარო ინტერესი და კერძო პირთა ინტერესი, მაშინ როდესაც პირი იყო გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და შესაძლოა ემოციის ნიადაგზე მან გავიდა
და ამ ფარგლებიდან ამ დროს მოსამართლის მიმართ და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, მათ შორის პროკურატურის მიმართ, პოლიციის მიმართ არის, რა თქმა უნდა, ასევე პრეტენზიები, რომ ისინი რამდენად ითვალისწინებენ, რომ საიდან წამოვიდა ეს და რამდენად, ასე ვთქვათ, იყენებენ ამ დაბალანსების ტესტს. და მე შევახსენებ ბატონ ყობახიძეს, რომ ისინი ხელისუფლებაში, როდესაც მოვიდნენ, მუდმივად იმეორებდნენ, რომ მიშა სააკაშვილიო ამბობდაო ნულოვანი ტოლერანტობაო და ნულოვანი ტოლერანტობის ეს ფრაზა მათთვის იყო მიუღებელი და მათი მხარდამჭერების მიერ და ამ შემთხვევაში აი მისი ნული თანაგრძნობა იქნებაო რო ამბობს, ეს უტოლდება სწორედ იმას. ამას როგორი ფრაზით გამოხატავ, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, შინაარსია მთავარი და მან ფაქტობრივად აღნიშნა, რომ ის იქნებოდა ნულოვანი ტოლერანტობის მატარებელი აი ამ პირების მიმართ. შინაგასაკუთრებო სამინისტროს განცხადებაზე ეს უნდა თან უნდა დავასრულებ რა. თან ის როდესაც საუბრობდნენ, მაშინ იყო მართლაც კრიმინალების მიმართ მიმართული და აქ საუბარი არის გულანთებული ახალგაზრდებზე, გულანთებულ ადამიანებზე, რომლებიც ამდენი დღეა დგანან პროტესტზე, ითხოვენ თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ევროპულ განვითარებას, თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში, თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას. ისინი იბრძვიან, ისინი კრიმინალები არ არიან. ისინი იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის და შესაძლოა ამ ბრძოლის დროს თუ კი ვთქვათ, მოხდა გადაჭარბება, აი აქ გჭირდება შენ რო ხელისუფალი ხარ პროპორციულობის ტესტის გამოყენება და მე მოვწოდებ ირაკლის რომ იყოს ასე ვთქვათ სწორედ რომ ტოლერანტი ასეთი ახალგაზრდების და ჩვენი მომავალი თაობის მიმართ რამე თუ ირაკლიც ასწავლის უნივერსიტეტში და მე დარწმუნებული ვარ რომ ის გამოვა ამ რაღაცა ქართული ოცნების რიტორიკიდან და ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების ფარგლებიდან და დადგება როგორც ადამიანი მოქალაქე, როგორც ლექტორი, რომელიც შედის სტუდენტებთან და რომელმაც იცის, რომ სტუდენტი შეიძლება და ახალგაზრდა შეიძლება იყოს გულანთებული და სწორედ ამ გულანთებული ახალგაზრდებზე დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარება. და მოკლედ მინდა მაინც მოვასწროთ შინაგასაკუთრებო სამინისტროს განცხადების შეფასებად, სადაც უწყება ამბობს, რომ მომდენო დღეებში ნებისმიერი შეკრება იქნება 4 ოქტომბრის მცდელობის გაგრძელება და მიიღებენ ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას. ახლა ცალკეულმა ადამიანმა გელა გელაძის უწყების ეს განცხადება თარგმნა ისე, თითქოს აი უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს და ეუბნება, რომ რუსთაველზე აღარ დადგნენ, თორემ ან დაიჭერენ, ან დაარბევენ. აი თქვენ როგორ გესმით შინაგასაკუთრებო სამინისტროს განცხადების შინაარსი და აქვე აი თქვენი აზრით რა გავლენას ახდენს თვითონ მომიტინგეებზე? ერთი მხრივ დაჭერები, რასაც ვხედავთ და მეორე მხრივ განცხადებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო მათ მიმართ იქნება, ასე ვთქვათ, შეუწყნარებელი და სახელმწიფოს ექნება ნულოვანი ტოლერანტობა. იცით, რა თქმა უნდა, ეს განცხადება სრულიად რო წავიკითხე, სრულიად არაორდინალური განცხადებაა, იმიტომ რომ ყოველი ქცევა არის კონკრეტული ინდივიდუალური და კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე და არა ის რომ რაღაცა შეხედო ხანგრძლივ პროცესში. მეორეც ერთი 4 ოქტომბრის აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი და ის ერთი კონკრეტული სეგმენტის მიმართ დგება სწორედ კონკრეტული ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი და ეს ვერ გავრცელდება, რომ მთლიანად აქცია იყო, ვთქვათ, რაღაცა არამშვიდობიანი. აქციის მონაწილეები მშვიდობიანად იდგნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და როგორც ყოველ დღე და აპროტესტებდნენ ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებს და მათ შორის ითხოვენ, ჩვენ ვიცით, რომ მე მინდა რომ კიდევ ერთხელ შევახსენო მაყურებელს, რისთვის იბრძვის პროტესტი და რისთვის იბრძვის ჩვენი საზოგადოება. ჩვენ ვიბრძვით იმიტომ, რომ ჩაინიშნოს ამ ქვეყანაში თავისუფალი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი არჩევნები, სადაც რომელიც ჩატარდება თავისუფალი, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციით და განთავისუფლდეს პოლიტიკური ტყვეები, რომელიც რაღაცა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და იზრდება თითქმის ყოველ დღე და აუცილებელია, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მათ რომ გონიათ, რომ მშვიდობისთვის იბრძვიან, რეალურად ისინი უპირისპირდებიან საკუთარ საზოგადოებას, იმიტომ რომ საზოგადოება ითხოვს ევროპულ განვითარებას, ითხოვს ამ ქვეყანაში თავისუფალ არჩევნებს და ეს უნდა ჩატარდეს. მადლობა ქართულ მაია.